ამბავი მთიელთა ამბოხისა. მე მეფე თამარი, მემკვიდრე გიორგი მეფისა, მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშაჰთა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა. მახვილი მესიის მოვლენილი. მისულამთასა დავითი ქმარი მეფისა, უთქვია, მემკვიდრის მამა არ ვარო, მემკვიდრის და ჩემი ასული რაო, თუ შევძლებ მემკვიდრის ჩამოცილებასა, მეფობა მისივე დასა, რუსუდანს დარჩებაო, მეფობა გაუძნელდება ქალსა, ვითა მამა გვერდით დავუდგებიო. შევთავთ მთიელთა უფლისწულსა, რუსუდანი მისი მორჩილი გახდებაო, მანამდე მხედართ მთავარი ამირსპასალარი ვიქნები მეფისა, მხედრობა მე დამემორჩილება, მეფეო ჩემოდ ვერ გადაწყვეტსო, გპირდებით, მთიელთა კარი გაიხსნებაო, დარიალი, ვითა გასაღები მუდამ ქართველ მეფეთა ხელსა იყო, დღემდე მათი ნება. დარჩა, მუდამ ქართველთა ნებას ვასრულებთო, მოესურვებათ, კეტავენ კარსაო. მეფე დავითმა თავისი ნათესავნი, ივჩაკნი, ვითა მხედრობა დაასახლა კამბეჩოვანის ველსაო. ვითა მხედართ მთავარი მეფისა, მოვიწვე მთიელთა მხედრობასა, მერე ვითა მუდმივი მხედრობა მეფისა, დარჩება ბარსა, ვარჩევ ვაკესა, დარიალის ხევისა. მე მიპყრია ციხე დარიალის ხევისა, მთიელთა მხედრობა დაიცავს ბარსა, მათივე ხელსა გადავა კარი დარიალისა, ვეცდები ქსანი მთიელთა ხელსა იყოსო. თუ ქართველნი მოისურვებენ გაძევებასა, დარიალის კარით მთიელთა მხედრობა მიეშველება. მთიელთა ხარკი არ დაეკისრება, თვითონვე აიღებენ ბაშსაო. მეფე თამარს მუდმივი მხედრობა 20,000 ჰყავს, მთიელთა ბევრად მეტის შეკრება შეუძლიათო. თუ ქართველნი მოისურვებენ შეცვლას მეფისა, მთიელთა გარეშე გაუჭირდებათო, ყველა მეფე მოერიდება მთიელთა მტრობასა, მეფე თამარი 20,000 მუდმივი მხედრობით უმკლავდება, მისივე თავადთა მადასაო. ქართველთა ჰყოლიათ მეფე ფარსმანი, თურმე მთიელთა ხელით ძარცვავდა რომსა, მერე მთიელნი დარიალს გადაურეკია, კარი დაუხშია, 1000 წელი გასულა, მთიელთა კარი არ გახსნილაო. თუ მეფე თამარი მოსაწრებს მემკვიდრის კურთხევასა, ვითა მეფისა, კიდევ 1000 წელი კარი დარიალისა დაიხშობა მთიელთათვისო. მანამ დროა მოვასწროთ, მთიელთა ძალა ვაჩვენოთო, მერე თვითონვე გადავწყვეტ ჩვენივე ბედსა. მინდა შევუთვალოთ მეფე თამარსა, მთიელნი მეფის ურჩობას ვაცხადებთო, ვითომ მძიმეა ხარკი მეფისა, ვერ ავუდივართო, თუ მეფე მისურვა მთიელთა წვევა, შევუთვალოთ, ურჩობა გვითქვია, ვერ ვენდობით სიტყვასა. ქსურს მცირე მხედრობით თვითონვე გვეწვიო დარიალის კარსა, თუ მეფე მოვა დიდი მხედრობითა, არ შევუშინდებითო, თუ დაიცავს პირობასა ჩვენი მეფენი მივლენო. მანამდე მე შევუთვლი, ვითა ერთგული მეფე თამარისა, ჩემმა ხალხმა ამბავი მოიტანა, მთიელნი შფოთის დაწყებას გეგმავენ თქო, ვეთყვი, მანამ დროა, მოდი, ჩემი მცირე მხედრობა მიგაცილებს, მზადყოფნას ვუბრძანებ მთავარ მხედრობასა, თუ მთიელთა გვიმუხთლეს, ჩემი მხედრობა დაიცავს მეფესა თქო. მართლა შემოთვალა სოსლანმა, მანამ ამბოხი დაიწყება მოდიო, დავიწყე სამზადისი გამგზავრებისა. ლაშამ თქვა, მხედრობით მივიდეთო. ვუთხარი, მთიელთა შემოთვალეს, მეფე მცირე მხედრობით მოვიდესო. სოსლანმა თავისი მხედრობის მზადყოფნა ბრძანა, მისი მხედრობა მიმაცილებს დარიალის კარსა, თუ მთიელნი მუხტლობას დააპიკრებენ, მივა მხედრობა სოსლანისა. მერე თქვა ლაშამ, ვერაგია მეფის ქმარი, მე გამუყვები მცირე მხედრობითაო. თურმე ზურგს უკან პოლია მსტოვარი მთიელთა, გაუგზავნია კაცი ასულსა, ცოდნია ქმარსა მეფისა. შევუთვალე სოსლანსა, მოვალ მეფის ამალითა, ცოდნია ამბავი მისივე ასულისა, მემკვიდრე მიაცილებს მცირე მხედრობითაო. თურმე თავიდან ბევრად ნაკლები ხალხი ჰყოლია ჩასაფრებული, კიდევ 300 კაცი მიუყვანია, დაუზღვევია თავი სოსლანსა. მიმალავდა ლაშა, დამინდო შოთამა, ცოდნია ვერაგობანი მეფის ასულისა, მეფეთ კურთხევის მერე გამიმხილა, მოერიდე საიდუმლოს გამხელასა, ლაშა ვერენდობა რუსუდანსაო. მერე მითხრა მეფე ლაშამა, გაგელმა თქვაო, შენივე და მამცნო მამასა ეშინო და არ ავნონო, საბუთი არაფერი მაქვს, მირჩევნია სიფრთხილე გამოვიჩინო. მეგონა იცროა გაგელმა სოსლანის მტრობითა, ლაშა დამპირდა მივხედავო, მერე მთიელთა შფოთი ამბოხად იქცა. გაზაფხულს ამირსპასალარმა ივანემ ხარგრძელი უსარდლა მხედრობასა, მივიდა სასტიკად დასაჯა მთიელნი, ალაგმა შფოთის მოთავენი, თურმე ივანეს ხალხსა გაუგია სამალავი სოსლანისა, ვიდრე მხარგრძელი მთას იყო მხედრობითა, მისულა გაგელი, ჩუმად მიუგზავნია თავისი ხალხი, შეუპყრია სოსლანი, მიუყვანია თავისივე ციხესა. მერე თქვა ლაშამ, ციხის პატრონად ჯიქის კარისა მთიელთა დადგენა საფრთხილოა, თუ მთიელთა ამბოხი იქნება სხვა მუსარდლოს მხედრობასა, ციხის პატრონად გაგელი დავადგინე, მეფის მხედრობას ივანე მხარგრძელმა უსარდლა. მერე გაგელის ხალხი გასწორებია სოსლანსა. ლაშა ეძებდა, ვერ მიაგნოს მარხსა სოსლანისა.